მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ხო, რთული სიტუაციები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პრობლემები მრავალფეროვანია, ცხოვრება მრავალფეროვანია, შესაბამისად, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შეიძლება აღმოჩნდე რთულ ვითარებაში. ისეთ ვითარებაში, როდესაც გეჩვენება, რომ ყველა ვარიანტი ამოწურე და ვერადავერ იპოვე ამ სიტუაციიდან, ასე ვთქვათ, გამოსავალი ვერ ხედავ იმ კარს, რომელშიც უნდა გახვიდე, იმისთვის რომ სიტუაცია, რომელიც გეჩვენებოდა გამოუვალ სიტუაციად, ასე ვთქვათ, გადასხვაფერდეს, გადათამაშდეს და მასში შეიქმნას ახალი შესაძლებლობები. თუ თამაშობთ ბილიარდს, მაგალითად, იცით, როდესაც მაგიდაზე არის ესეთი პოზიცია, რომ ვერც ერთი ხელსაყრელი დარტყმა არ არის, უბრალოდ ხანდახან ქაოტურ დარტყმას აკეთებენ ხოლმე იმისთვის, რომ შეცვალონ პოზიცია, ხო? ეს სავარჯიშო, ეს მეთოდი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს გამოადგა, 20 წლის მანძილზე დაახლოებით 17,000 ადამიანს მივეხმარე იმაში, რომ შეეცვალათ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ვიღაცასთან ვიმუშავებ ერთ-ერთზე, პირადად ზოგან მუშაობდით დიდ ჯგუფებად, მაგრამ აბსოლუტურად ყველამ, ვინც სცადა ეს სავარჯიშო, მეუბნება, რომ ძალიან სწრაფად ან თანდათანობით პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. შესაბამისად, უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ ჩვენი აღქმა ამა თუ იმ სიტუაციის, ადამიანური აღქმა ნებისმიერ სიტუაციაში არის ოდნავ შეზღუდული, ხო? იმიტომ რომ რეალობა ჩვენს გარშემო, სამყარო ჩვენს გარშემო არის გაცილებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება, ასე ვთქვათ, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი. შესაბამისად, მარტივი რაღაცა გვჭირდება. მოდი წარმოვიდგინოთ და იმისთვის, რომ წარმოდგენა გაგვიადვილდეს, მოვიდეთ, რამდენჯერმე უბრალოდ, ასე ვთქვათ, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, რომ მოვიყვანოთ წონასწორობაში ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, განსაკუთრებით თუ რთულ სიტუაციაში ხართ. არ ვიცი, ხართ ამაზე დაკვირვებული თუ არა, როდესაც ადამიანი განიცდის სტრესს, მას, ასე ვთქვათ, სუნთქვა ეთრკუნება, უჩერდებასავით, ხანდახან გავიწყდება სუნთქვა. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მისი შემოქმედებითი აზროვნება ეხლა ვერ მუშაობს სრული სისავსით, ხო? მისი იმპროვიზაციის უნარი, გამოსავლის პოვნის უნარი და ამ შემდეგ. ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის სუნთქვის აღდგენა. და მოდი დავიწყოთ ნორმალური სუნთქვა. ახლა თუ ხართ იმ პირობებში, სადაც შეიძლება დახუჭოთ თვალი, უსაფრთხოდ, თუ არა და მე ჩანაწერში ნახეთ ეს სავარჯიშო, დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ, რომ დროის და ჯადოსნური მანქანით აღმოჩნდით მომავლის იმ ვარიანტში, სადაც რთული სიტუაცია მოგვარდა თქვენთვის საუკეთესო გზით. არ იცით როგორ, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ეს სიტუაცია დარჩა უკან და გრძნობთ სიმსუბუქეს, კომფორტს და შვებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ და შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, სხეულსაც კი მიცეთ ისეთი პოზა, ისეთი ფორმა, რომ გაიხნის დავიწყებული სიმსუბუქე იგრძნოთ, ხო, თუნდაც რამდენიმე წუთი. და წარმოიდგინეთ, რომ ხართ მომავალში იქ, სადაც რთული სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იპოვეთ ან შექმნით. ახლა დაფიქრდით ისეთ რაღაცაზე, რაზეც აუცილებლად იცით, რომ მოხდება რა, მაგალითად ბუნების მოვლენაზე რაღაცა. იცით, რომ ზამთარი დამთავრდება, გაზაფხული დაიწყება. გაზაფხული დამთავრდება, ზაფხული დაიწყება. ან ხვალ მზე ამოვა, ხო, ან ღამე მთვარე ამოვა. რაღაცა ბუნებრივ, აბსოლუტურად ისეთ ნატურალურ მოვლენაზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება. და ახლა დაფიქრდით ამ ბუნებრივ მოვლენაზე, რომელზეც ზუსტად იცით, რომ მოხდება და განაგრძეთ ნორმალური თავისუფალი სუნთქვა. ახლა ისევ წარმოიდგინეთ, რომ ხართ მომავლის იმ მომენტში, სადაც იპოვეთ, მონახეთ რთული სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი და განაგრძეთ ნორმალური სუნთქვა. ახლა ვაგრძელებთ ნორმალურ სუნთქვას და
დაფიქრდით ისევ იმ სიტუაციაზე, იმ რაღაცაზე, რასაც ზუსტად იცით, რომ მოხდება. მაგალითად, ზამთარი დამთავრდება, მოვა გაზაფხული, ხო? და გვახსოვდეს, სუნთქავთ ნორმალურად ამ დროს. ახლა ისევ წარმოიდგინეთ, რომ უკვე იპოვეთ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აი ეს მდგომარეობა წარმოიდგინეთ. შინაგანი მდგომარეობა, როდესაც პრობლემა დარჩა უკან. გადასარევი. ახლა ისევ დაფიქრდით იმაზე, რაც იცით, რომ აუცილებლად მოხდება, მაგალითად ბუნების მოვლენა რაღაც. მზე ამოვახვალ. გაზაფხულზე წამოვა წვიმა. და ვაგრძელებთ ამაზე ფიქრს, წარმოდგენას და ნორმალურ სუნთქვას. ახლა ისევ წარმოიდგინეთ, რომ აღმოჩნდით იმ მომავალში, სადაც რთული სიტუაციიდან შექმენით ან იპოვეთ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. ახლა ცოტა ღრმად ჩავისუნთქოთ ჰაერი. ეს ნელ-ნელა გამოვისუნთქოთ. თუ ხართ რთულ სიტუაციაში, შეგიძლიათ ამ ვიდეოს უყუროთ დილით, საღამოს, იმდენჯერ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ ეფექტს, სანამ არ გაიხსნება რაღაცა კარი, ან არ დაინახავთ ვარიანტს, რომ აი ამ გზით რო წავიდე, შეიძლება ყველაფერი დაალაგდეს ყველაზე გადასარევი ფორმით, ხო? დილით და საღამოს როცა აკეთებთ ამას, რა უნდა დღეში 5 წუთი უნდა სულ. ინარჩუნებთ კარგ კავშირს საკუთარ შემოქმედებით პოტენციალთან, შემოქმედებით უნართან, ჯანსაღ ენერგეტიკასთან და ამ შემთხვევაში ან პოულობთ ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს, უცებ გაგინახება თქონება და აქ არის. ან ქმნით მას, ხო, შეიძლება არ არის ასეთი ვარიანტი ნორმალური, მაგრამ შექმნის პოტენციალი იღვიძებს შენს, იმიტომ რომ შემოქმედებითობასთან შენს კავშირს აღადგენ. ყველა საინტერესო არის რა, რომ დაფიქრდეთ ცივილიზაციის ისტორიაზე. ჩვენი ცივილიზაცია ზოგადად არის არსებული რეალობის მიუღებლობის შედეგი. აი, ვიღაცა არ დაეთანხმა იმას, რომ სარეცხი მაინდა-მაინც უნდა რეცხოთ სივ წყალში ხელით, ხო? ასე გაჩნდა თანდათანობით სარეცხის მანქანა. და კიდევ ბევრი რამ. ნებისმიერი სიკეთე, ასე ვთქვათ, რომელიც იქმნებოდა ადამიანის შემოქმედების შედეგად, იყო ზუსტად არსებული რეალობის მიუღებლობის შედეგი. შემდეგ ვიდეოებში განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ აი ამით დავიწყოთ და თქვენ ძალიან მალე იგრძნობთ და ნახავთ ამ მარტივი, მაგრამ ძალიან მძლავრი სავარჯიშოს ეფექტს. აბა გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.